შოპენი 19 საუკუნე მიმდინარეობა რომანტიზმი პოლონელი კომპოზიტორი იგი 21 წლის ასაკიდან პარიზში ცხოვრობდა რადგან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მან თავისუფლებული მოძრაობაში შემონაწილეობის გამო დევნილი იყო მისი მუსიკისთვის და მახასიათებელი ლირიზმი ფრედერიკ შოპენმა ახლებურად ააღორძინა სხვადასხვა ჟანრი შექმნა საფორტეპიანო ბალადა ეწიოდი და სკერცო გარდაქმნა დამოუკიდებელ საფორტეპიანო ნაწარმოებად ფრედერიკ შოპენმა შექმნა მაღალმხატვრული შინაარსის საკონცერტო ეწიოდი სადაც ეწიოდის პირველი მნიშვნელოვანი ფუნქცია ტექნიკის განვითარება შეთავსებულია მაღალმხატვრულ შინაარსთან ფრედერიკ შოპენი ქმნიდა საფორტეპიანო მუსიკალურ ნაწარმოებებს მისი შემოქმედება მოიცავს ნოქტურნებს ექსპრომტებს ეწიოდებს ვალსებს ფანტაზიებს ბალადებს პოლონეზებს მაზურებს სონატებს კონცერტებს შოპენის პოლონეზებს სამი თემა გასდევს სიამაყე დიდი წარსულისა წუხარება მისი დაკარგვით და აწმყოს იმედი მომავალი აღორძინების